სამტრედია, სოფელი დიდი ჯიხაიში. აქ მიმდინარე წლის 1 ივლისს ათასობით ადგილობრივმა მშრომელმა და სტუმარმა მოიყარა თავი ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის საზეიმო გახსნაზე დასასწრებად. მიტინგის შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს კომუნისტური პარტიის სამტრედიის რაიონის მდივანმა ამხანაგმა მიხეილ ნიშნიანიძემ. ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის შესახებ სიტყვით გამოვიდნენ კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამხანაგი პავლე კანდელაკი, მწერალი იოსებ იმედაშვილი და სხვები. სახლ-მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები ნათლად მოგვითხრობენ ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. გულითადი მეგობრობა აკავშირებდა ნიკოლაძეს რუსი ხალხის სახელოვან შვილთან ჩერნიშევსკისთან და მისი დროის სხვა პროგრესიულ მოღვაწეებთან. ნიკოლაძის ლიტერატურულ, პუბლიცისტურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი ხალხის ეკონომიური და კულტურული წინსვლისათვის.